10 წლების წინ შუაგულ იმერეთში ვერავის წარმოედგინა, რომ შესაძლოა იმერულ გემოებთან თამაში ამერიკულ ბურგერებს დაეწყოთ, თუმცა რადგან ყველაფერი შესაძლებელია, ეს დღეც დადგა. ქუთაისელ მოქალაქეებს და არა მხოლოდ მათ, შესაძლებლობა მიეცათ შორეულ კონტინენტზე ცნობილი მაკდონალდსის მენიუს სურნელება უკვე საკუთარ ქალაქშივე ეგრძნოთ. 2010 წელს სწორედ ამ რესტორნით შემოვიდა მაკდონალდსი ქუთაისში და ქალაქის ყოველდღიურობაში რაღაცა ახალი შტრიხები შემოიტანა. მაკდონალდსი ზოგადად არის განვითარების პროგრესის სიმბოლო და მაკდონალდსმა შემოიტანა ახალი გემო, ამერიკული ხარისხი, საერთაშორისო სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი ქუთაისის ყოველდღიურობაში ძალიან კარგად დამკვიდრდა და ამას მოწმობს უკვე 2017 წელს გახსნილი მეორე რესტორანი. ქალაქში გაჩნდა ახალი ადგილი, რომელიც არ იყო მხოლოდ გემრიელი ბურგერების დასაგემოვნებელი ადგილი, არამედ ეს არის ადგილი, სადაც მეგობრები ერთობიან, სადაც ზოგი მუშაობს, ზოგი მეცადინეობს, სადაც ოჯახი ერთად ფანტასტიკურად ატარებს დროს, სადაც ბავშვები მოგზაურობენ Happy Meal-ის ჯადოსნურ სამყაროში. აი ეს ყველაფერი შემოიტანა ამერიკულმა მაკდონალდსმა ქუთაისში, აი ამ ოქროს თაღებმა. ასე დაიწყო და დღემდე ამერიკული ცხოვრების სტილი ქუთაისელთა ყოველდღიურობად იქცა. ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია მაკდონალდსის ქუთაისის ჭავჭავაძის ფილიალია, რომელსაც რემოდელინგი ჩაუტარდა. მომხმარებელს ადგილზე თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი გარემო ელოდება, განახლდა რესტორნის გარე და შიდა სივრცე, გამწვანდა და შეიცვალა ინტერიერი. პირველად ქუთაისის მაკდონალდსის მომსახურეობას მობილური შეკვეთის პარკინგი კარბსაიდი დაემატა. მაგიდებზე განთავსებულია წინასწარი შეკვეთის მანიშნებელი. რესტორნის გარემო შიშუმ პირებზეა ადაპტირებული. გლობალური სტანდარტების მიხედვით რესტორნები გარკვეული პერიოდულობით საჭიროებენ რემოდელინგს, განახლებას, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური განახლება, არამედ ეს არის პასუხი თანამედროვე ახალ გამოწვევებზე და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება. ვიზუალური ცვლილებების გარდა ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ განვითარებას. ასწრაფდა Wi-Fi, შეიცვალა თვითმომსახურების კიოსკები, ტექნოლოგიურად სრულად განახლა დრაივის ზოლი და გაუმჯობესდა საკომუნიკაციო სისტემა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, სწრაფი სერვისი და ნაკლები მოლოდინის დრო. ასევე ამ რესტორანში განახლდა მაკკაფეს სივრცე, სადაც გემრიელი დესერტების დაგემოვნება შეძლებთ და გემრიელ ხარისხიანი ყავის მირთმევას. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, აი ამ რემოდელინგის ინვესტიცია 4 მილიონი ლარია და უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ეს რესტორანი 50-მდე თანამშრომელს, ხოლო ჯამურად ორივე რესტორანი 150 თანამშრომლამდე ასაქმებს. მაკდონალდსის ჯადოსნური ეპოქა ქუთაისში 2010 წელს დაიწყო. უგემრიელესი მენიუს გარდა აქ მომხმარებლები ბავშვური სიხარულის, სრული კომფორტისა და სიმშვიდის თანაზიარი ხდებიან. აქ დღე ღიმილით იწყება და საუკეთესო მოგონებებით სრულდება. სწორედ ამიტომაც მომხმარებლები არჩევანს მაგიურ ოქროს თაღზე აკეთებენ. ეს პირველი მაკდონალდსია, რომელიც ქუთაისში გაიხსნა და განსაკუთრებით მიყვარს. მას შემდეგ კიდე გაიხსნა არაჩვეულებრივ გვაქვს ცენტრალურ მოედანზე და ბევრი გაიხსნა საქართველოში, მაგრამ თბილისის გარეს ეს ერთ-ერთი პირველი იყო 15 წლის წინ, რომელიც იყო რაღაცა ერთგვარი ნათელი წერტილი ჩვენ ქალაქში. ხშირად დავდიოდით და კიდევ ხშირად ვივლით და ვეპატიჟებით ყველას აქ რომ მოვიდნენ. ჩვენ შვილების გარეშეც, ანუ შვილები ყავდა, ხშირი სტუმარი ვიყავით მაკდონალდსის. შვილების მერე უფრო მოუხშირეთ და ძალიან სასიამოვნო გარემოა, ძველიც გვახსოვს, ძველი მაკდონალდის გვახსოვს ეხა. ძალიან შეცვლილია, ძალიან ლამაზია. ქალაქისთვისაც და ჩვენთვის მაცხოვრებლებისთვისაც ძალიან კარგია და სასიამოვნოა. ყოველთვის აქვს სტუმარი. ძალიან მაინტერესებდა როგორ იქნებოდა განახლებული გარემო და როგორც კი დავინახე რომ გაიხსნა, ეგრევე შემოვარდი და ესეთი სიტუაცია დამხდა. ძალიან მომეწონა ყველაფერი. კვირაში ერთხელ ვცდილობ რომ შემოვიარო ხოლმე. აქაც დავდივარ და მეორე ობიექტშიც ქალაქის ტერიტორიაზე. ყველგან ძალიან სასიამოვნო და კარგი ატმოსფერო მხვდება და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დროის აქ გატარება. მაკდონალდს საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც დღეის მდგომარეობით 2200-მდე ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი მაკდონალდსში სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მაკდონალდს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით დღემდე 202 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. აქედან მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში 10 მილიონი ლარი. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში
შენატანი კი 233 მილიონ ლარს აღწევს. მხოლოდ 2025 წელს ბიუჯეტში შენატანმა თანხამ 8.5 მილიონი ლარი შეადგინა. McDonald's საქართველოს 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით დამატებით რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნასა და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.